საქართველოს კონსტიტუციის ადგილობრივი თვითმმართველობის თავში ცვლილებებისა და დამატების შესახებ პროექტი განსახილველად საკონსტიტუციო კომისიას გადაეცემა. ცვლილებათა პროექტი კომისიის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელიც თვითმმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის თემებზე მუშაობს. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ავთანდილ ბერიძის თქმით, ინიციატივები განსახილველად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომაზე გავა. სამუშაო ჯგუფი კი მუშაობას ტერიტორიული მოწყობისა და აჭარის რეგიონის საკითხებზე გააგრძელებს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი კომისიის საქმიანობაში, რაც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობას. მეორე მნიშვნელოვანი არის ტერიტორიული მოწყობა, რომელშიც იგულისხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთან მიმართებაში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასთან მიმართებაში. საკითხები, რომელიც დღეს განიხილება ამ პროექტიდან გამომდინარე, გულისხმობს უფრო მეტი კომპეტენციებისა და უფლებამოსილების მინიჭებას თვითმმართველობის ორგანოებისადმი, ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის მათი როგორც უფლებამოსილებები, ასევე ფინანსური და დამოუკიდებლობის უფრო მეტი ხარისხის მინიჭება. შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხებს, ის ცალკე პროექტის სახით განიხილება მომდევნო სხდომებზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. შემოტანილია ამასთან დაკავშირებითაც შესაბამისი წინადადებები.